ქართლის რაიონის მოსახლეობას მე არაერთხელ განვმარტე ამ პასპორტიზაციის ჩატარების მსვლელობაზე და კიდევ დღეს მინდა განვმარტო, რომ აუცილებელია დროზე და ტემპით დამთავრდეს პასპორტიზაცია ქართლის რაიონში. დღეს მდგომარეობით ცუდი მდგომარეობაა, ძალიან 30,000 მოსახლეობიდან საპასპორტო ასაკზე აქვს ლაპარაკი, გავლილი აქვს რეგისტრაცია სულ 3,000 კაცს. ეს რეგისტრაცია მოხდა 3 წლის განმავლობაში. დარჩა მხოლოდ 1 წელიწადი, 98 წლამდე 31 დეკემბრის ჩათვლით აქვს ძველი რუსულის სიმბოლიკი ამ პასპორტებს მოქმედების ვადა. და აუცილებელია რომ შეიცვალოს, მაგრამ აი ამ პერიოდში შეუძლებლად მიმაჩნია მე რომ ვერ მოვასწრებთ ჩვენ პასპორტიზაციის ჩატარებას. თუ ხალხი თანდათან არ დაიძრა და აი ყოველ თვე არ მოვიდა და არ ჩატარდა ეს პასპორტიზაცია. რაც შეეხება ხალხის ზენადობას, აი ამ ბოლო დროს ძალიან შეწყდა. არ არის, დღეში გამოგვდის 3 ადამიანის მიღება. 3 ადამიანის მიღება საბუთები მიიღებს 3 ადამიანს, გააგზავნებ, გასცემ 3-ს. ძალიან მცირეა. მე მინდა უთხრა, რომ ეს აუცილებელია, პასპორტიზაცია უნდა დამთავრდეს. მოსახლეობამ უნდა შეცვალოს აუცილებლად ეს პასპორტიზაცია. ეს დაკავშირებული იქნება შემდეგ პენსიონერები ვერ მიიღებენ პენსიას, თუ არ ექნებათ პირადობის მოწყობა. ვინც არ გაივლის რეგისტრაცია გაუვლელად ჩაითვლება. ვერ იმოქმედებს საქართველოს კანონებით, აი რაც საქართველოში იქნება კანონის შემოღებული და აუცილებელია ამის ჩატარება და დამთავრება დროულად. რეგისტრაციის მოწყობები დაემატა, იყო ადრე ერთი პირადობის მოწყობა და შიგვე ეწერებოდა მისამართი და ეროვნება. ახალ პირადობის მოწყობებში უკვე ამოღებულია ეროვნება და მისამართი და გვაქვს ალკე რეგისტრაციის მოწყობა, რომელიც პირადობის მოწყობასთან ერთად არის ზალაში. და მოქალაქის მისამართის შეცვლის დროს შეიცვლება მარტო რეგისტრაციის მოწყობა. და მოქალაქე რომ ჩამოვა რაიონში, თუ 3 თვეზე მეტ ხანს აპირებს დარჩენას, აუცილებელია მოვიდეს ჩვენთან და გაიაროს რეგისტრაცია. თუ არა, არის უკვე ადმინისტრაციული სასჯელები ამაზე, რომელსაც შეუდგება სათანადო ოქმი, გადაიგზავნება სასამართლოში და სასამართლო მას განიხილავს და დააჯარიმებს, თუ რას იზავს, მერე იმათი საქმეა.